დღევანდელ რეალობაში მამის როლი რეალურად გასცდა მარჩენალს, როგორც იყო მიღებული და ავტორიტეტის ფუნქციას. რატომ? განა იმიტომ, რომ მამას ეს ფუნქციები აღარ ეკისრება. არამედ ნეირომეცნიერული კვლევები დღეს აჩვენებს, რომ მამის ემოციური ხელმისაწვდომობა, აი რაც თქვენ ახსენეთ წერან, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, გოგო იქნება თუ ვაჟი, სტრეს მედეგობის განვითარებას და რაც მთავარია, ეს არის თვით შეფასებას. ანუ როგორ ვაფასებ ჩემს თავს, საბოლოო ჯამში როგორ რეალიზდები მომავალში, აი ამაზე ახდენს გავლენას. ნეირომეცნიერება ძალიან ფართე ცნებაა და ჩვენ აქ დღევანდელი ჩვენი პოდკასტისთვის, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებთ ნეირომედიატორებზე და ისეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც რეალურად განაპირობებს ნებისმიერ ქცევას, რომელიც ჩვენ დროთა განმავლობაში გვეყალიბდება. როდესაც მამა ჩართულია ემოციურად ბავშვის, მოზარდის ცხოვრებაში, სწორედ მოზარდობაში ამ ადამიანს უყალიბდება განცდა, რომ მაქვს ძლიერი ზურგი, ძლიერი საყრდენი და შესაბამისად მე როგორც ფსიქიატრმა შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ასეთ ბავშვებს მომავალში ნაკლებად უჩნდებათ ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა მაგალითად შფოთვა, როგორიცაა მაგალითად დეპრესია და სხვათა შორის ასევე ნაკლებია ამ კონტინენტში ნარკოდამოკიდებულების, სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პროცესი. მამა, როცა დისტანცირებულია, მაშინ ეს არის უტყვის სახით არაჩართული ბავშვის და გამახსენდა ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა ალექსანდერის მიერ სადღაც 70-იანი წლების პერიოდში, რომელმაც თქვა, რომ ესეთი ცივი უტყვის სახით მყოფი ადამიანი, ოჯახში როცა არის, მოზარდი ახშობს გრძნობებს, თავიდან ცდილობს ყურადღების მიქცევას, მაგრამ შემდეგ ამ ყურადღების მიქცევაში შეიძლება დესტრუქციული ქცევაც წამოვიდეს, შეიძლება აგრესიული ქცევაც წამოვიდეს, რაზედაც ალბათ ასევე ვისაუბრებთ, მაგრამ ყურადღების მოპოვების მიზნით შეიძლება დაიწყოს ტანტრუმები, გაგიგიათ ალბათ, ხო? გაპროტესტებები, ტანტრუმები, რომელიც სწორედ მამის ბრალია ამ შემთხვევაში, მშობლის ბრალია, რომელიც მოდით ახლა არ განვაზოგადებ, მარტო მამაზე არ ითქმის ეს, არამედ დისტანცირებული მამის ბრალიცაა და დედის ბრალიცაა, იმიტომ რომ ამით აპროტესტებს მაგალითად და ცდილობს ყურადღების გადმოტანას, ვექტორის გადმოტანას საკუთარი პიროვნებისკენ. რა საინტერესო რამე თქვით? ანუ მამის ჩართულობა როგორ განაპირობებს ზრდასრულ ასაკში ბავშვზე დეპრესიას, აშლილობას, ერთ-ერთი, ხო, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ესეთი პირდაპირი, რომ მან და მაინც მკაცრეა, ეს არის ბევრი განმაპირობებელი.